მარია კალასის გაკვეთილი ცნობილი სოპრანოს ცხოვრების შესახებ შექმნილი თეატრალური წარმოდგენა და თეატრ ფაბრიკის პირველი გასტროლი საქართველოში. რობერტ სტურო ასეულ ვერსიას ბათუმელი მაყურებელი ბათუმის თეატრის სცენაზე ხვალ იხილავს. დღეს კი წარმოდგენა თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მხოლოდ სპეციალური სტუმრებისთვის აჩვენეს. სპექტაკლის რეპეტიციას დროს გადამღები ჯგუფი დაესწრო. სცენის დეკორაცია მიგვანიშნებს, რომ წარმოდგენა მუსიკას ეხება. ჭერში, იატაკზე და კედლებზე განთავსებული ინსტრუმენტები კი მაყურებელს თავიდანვე განაწყობს მოისმინოს დაუვიწყარი მუსიკა, ან ამბავი დაუვიწყარ მუსიკოსზე. იქ, სადაც სიუჟეტი ვითარდება, მაყურებელი მთავარ გმირთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს. მათი რაოდენობა კი მკაცრად განსაზღვრულია. ამ ისტორიას ამჯერად მხოლოდ 192 ადამიანი მოისმენს. ამბავს სიყვარულზე, თავდადებასა და ერთგულებაზე. ყველაფერზე, რაც მარია კალასის ცხოვრებაში მოხდა. სამწუხაროდ ბევრმა არიცით და მეც მალიწდება ხოლმე, რომ სიმღერა რთული სინამაყის. მარია კალასის გაკვეთილი ჯულიარდის სკოლის სტუდენტებთან მხოლოდ 75 წუთის განმავლობაში გრძელდება. სწორედ ამდენი დრო დასჭირდება 5-წევრიან დასს გააცნოს ბათუმელ მაყურებელს მსოფლიო დონის სოპრანოს რთული ცხოვრების გზა. აქ ყველამ საკუთარი თავი უნდა იპოვოს, ასეთია რეჟისორის გათვლა. მაესტრო კი არც მეტი, არც ნაკლები რობერტ სტუროა, ახალი თეატრ ფაბრიკის შემქმნელი, რომელმაც პირველი წარმოდგენა სწორედ მარია კალას მიუძღვნა. პირველი პროდუქტი ამ თეატრის არის მარია კალასი გაკვეთილი, რომელიც შარშან 31 ივლისს ბატონი რობერტის 75 წლის თავზე ვითამაშეთ. პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოში გავიტანეთ და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა აქ, აჯარაში, ბათუმში. სპექტაკლის პრემიერიდან დღემდე მარია კალასის როლს წარმატებით ირგებს მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი. უდიდესი მომღერლის აკომპანიატორობა და პარტნიორობა კი სცენაზე დათო დარჩიამ და ბათუმელმა ტენორმა არჩილ გოგიტიძემ გაბედეს. თითოეულ მაყურებელს რაღაც საკუთარი ცხოვრებიდან რაღაც წრიღს დაიჭერს, როცა მარია კალასი ყვება თავის ცხოვრებას. მარია კალასი ამ თავის სპექტაკლს გაზაფხული არ დაივიწყოთ, გაზაფხული. მე მგონი ამით ყველაფერია ნათქვა. მსკითება რაც თქვენ მიწევს და ამ შემთხვევაში აკომპანიატორის თავისი ემოცია და თავისი პროფესია, თავისი დაცლა ეს და მე ხვდები თუ სინამდვილეში როდესაც მე ვთამაშობ იმ პროფესიის ადამიანი თუ როგორ პროცესში დაკვრის დროს როგორ განიცდის ამ ყველაფერს. სოპრანო მარია კალასი, რომელიც ბევრი ხელოვანი შთაგონების წყაროდ იქცა, თეატრალურ პერსონაჟად ტერენს მაკნელმა აქცია. ამბავს კი საფუძვლად ხმადაკარგული მარია კალასის ის ერთადერთი მასტერკლასი დაედო, რომელიც მან 1962 წელს კონსერვატორიის სტუდენტებს ჩაუტარა.